ზღობის საქმეზე დაკავებული 7 ბრალდებული განაჩენს ელოდება. მოსამართლე გიორგი გელაშვილი რამდენიმე წუთში გახსნის სხდომას, ჯერ მოისმენს ბრალდებულების საბოლოო სიტყვებს, შემდეგ კი ან სათათბიროდ გავა, ან ადგილზე თათბირით გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. ბრალდებულებს შორის არის აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც 4 ოქტომბერს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მედიკოსი ეხმარებოდა აქციის მონაწილეებს, თუმცა მაინც ის განსაზღვრების კამზე და დღეს მოსამართლე გელაშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ცნობენ თუ არა გიორგი ჩახუნაშვილს დამნაშავედ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის საქმესა და ჯგუფურ ძალადობაში. გიორგი ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ამბობს, რომ როდესაც მას შეუძლია ყოველთვის ეხმარება მოქალაქეებს და ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ დადის 8 თვის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად. მოლოდინებთან დაკავშირებით ჩახუნაშვილს საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში დღეს ის ბრალდებისგან უნდა გათავისუფლდეს. როგორც ყოველთვის დღესაც იგივეს ვიტყვი, რომ მე სიტუაციაში ვიყავი იქ, არც უარყოფ, გავაკეთე ჩემი სამედიცინო საქმიანობა, სულ ვარ შიგნით, ესე იგი 28 წამი. გავაკეთე და გამოვედი. და დანარჩენს კიდე მოვყვები იმას, რაც საზოგადოებას დაინტერესებს. წესით დღეს ვერ უნდა გამოცხადდეს, იმიტომ რასაც ჩვენ ვილაპარაკებთ, ეს მოსამართლემ წესით უნდა გაანალიზოს. და შემდეგ რა განაჩენს გამოვიდეს, ეს იმაზე იქნება და საზოგადოებაზე იქნება და დანარჩენი ვნახოთ. სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს ბრალდებულების ადვოკატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მტკიცებით საქმეში პროკურატურას არ აქვს უთხვარი მტკიცებულებები, აქვს მოტანილი ვიდეო მასალები, თუმცა ამ ვიდეო მასალებში არც ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით არის მტკიცებულებები და არც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასთან მიმართებით. ადვოკატები ამბობენ, რომ ამ საქმეზე მაღალი არის პოლიტიკური მდგენელი და ისეთი იქნება გადაწყვეტილება, როგორიც სურს ქართულ ოცნებას. ბრალდების ხარემაც კი აღნიშნა, რომ დავით ჟღენტის მიმართ ვიდეო მტკიცებულება საქმეში არ არის. შესაბამისად, არც ერთი ვიდეო მტკიცებულება არ ასახავს დავით ჟღენტის მიერ ჩადენილ რაიმე ძალადობრივ მოქმედებას და არც ერთი ვიდეო მტკიცებულება არ ასახავს დავით ჟღენტის მიერ პრეზიდენტის სასახლის ეზოში ყოფნის ფაქტს. ეს არის ბრალდების ხარის პოზიცია, გაცხადებული პოზიცია, რაც ასახავს ობიექტურ მოცემულობას, რომ რეალურად დავით ჟღენტის მიმართ ვიდეო მტკიცებულება საქმეში არ დევს. თუმცა დევს მხოლოდ ცრუ ჩვენება ორი პოლიციელისა, რომელთა ჩვენებებიც აბსოლუტურად მოდის წინააღმდეგობაში ყველა სხვა მტკიცებულებასთან და ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდით მაშინ, როცა მოსამართლემ გარკვეულწილად კითხვა დაგვისვა, მაშინ რა იყო სიმართლე. მოსამართლესაც გაუკვირდა, როცა ჩვენ დასკვნით სიტყვას წარმოვთქვავდით, რომ მოსამართლემაც ვერ გაიგო რა იყო სიმართლე, ვინაიდან პოლიციელების ცრუ ჩვენებების საპირწონედ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ დავით არც ერთი ბრალად წარდგენილი მოქმედება არ ჩაუდენია. კოსტანინე კოკაიას მიმართ საქმეში არის ერთადერთი ვიდეო მასალა წარმოდგენილი, რომელშიც კოსტანინე კოკაია პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უბრალოდ გადაადგილდება ყოველგვარი ძალადობის გარეშე, მაშინ როდესაც მას ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. რაც შეეხება მოლოდინებს, მოლოდინები ბუნებრივია, სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ 8 თვის მანძილზე კოსტანინე კოკაია იმყოფება პატიმრობაში მხოლოდ იმის გამო, რომ ის გადაადგილდება პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდების შესახებ დადგენილობაში წერია, რომ ის ძალადობდა და ჯგუფურ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას და ამ დროს აქვთ კადრები, როგორ გადაადგილდება საქართველოს დროშა შემოხვეული შეუიარაღებელი კოსტანინე კოკაია. გამომდინარე იქიდან, რომ საქმის პოლიტიკური სარჩული და არ გვაქვს სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი, თუმცა ფაქტია, რომ მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტია 8 თვის მანძილზე ეს ადამიანი იმყოფება უკანონო პატიმრობაში, მაშინ როდესაც მას აქვს ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს დავით სტურუას წინააღმდეგ, მას არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, ამ დანაშაულებრივი ქმედების მცდელობას არ ქონია მისი მხრიდან ადგილი. დავითი ღობესთან რაც კი ფიქსირდება, ის ეხება ჭიშკარს რამდენიმე წამით და უკან შემდეგ ჭიშკრიდან გადის და კადრში ჩანს, რომ ჭიშკარი თავის ადგილზე დგას ჩვეულებრივად და თუნდაც რაიმე დაზიანებას ადგილი არ ქონია, მაგრამ რო ქონდა დაზიანებას ადგილი, რა თქმა უნდა, არასწორად მუხლით არის.
სასახლის ღობის საქმე სულ 5 ეპიზოდად იყო დაყოფილი ერთ ეპიზოდზე, სადაც ბრალდებულები იყვნენ დიდი შეკრების ორგანიზატორები, განაჩენი უკვე გამოცხადებული არის, აქციის მონაწილეებიც იყვნენ ბრალდებული, 4 აქციის მონაწილე იყო ბრალდებული ამ ეპიზოდზე და მათ 5 წლიანი სასჯელი შეუფარდა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, ამიტომ ყველას აქვს მოლოდინი, რომ როგორი იყო ირაკლი ხუსკივაძის განაჩენი, ასეთი იქნება სხვა ბრალდებულებთან დაკავშირებითაც ვერდიქტი. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა მიმდინარე კვირას ამ საქმეზე დაკავებულ 23 პირს, ისინი აღიარების სანაცვლოდ გამოვიდნენ ციხიდან, თუმცა ბრალდებულების ნაწილმა სამართლებრივი გზით გადაწყვიტა კვლავ ბრძოლის დასრულება, რადგან ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და მიაჩნიათ, რომ არ იქნება სამართლიანი თუ უსამართლო ბრალდებას აღიარებენ. მაშასე დღეს დიდი ალბათობით მოსამართლე გიორგი გელაშვილი ვერდიქტს გამოაცხადებს ამ სისხლის სამართლის საქმეზე, სავარაუდოდ რამდენიმე საათში ცნობილი გახდება, როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება 7 ბრალდებულთან დაკავშირებით.